რაც ხდება ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო მეტყოლებს სწორედ ამ სიბნელეზე, რაც უფევს ამ ლიბერალ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში. ამ კვირაში ისევ გახდა აქტუალური, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა არც თუ საამაყოდ მარცხი განიცადა, მორიგი მარცხი განიცადა და ამის შემდეგ მისი მეკარის გიორგი მამარდაშვილის განცხადებამ გამოიწვია კრიტიკის ქარცეცხლი, როდესაც მან ასე ვთქვათ უსაყვედურა გულშემატკივრებს, რომ გვერდში აღარ გვიდგახართო და იქ ატყდა ერთი ამბავი და სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილს დამსახურებლად თუ დაუმსახურებლად საკმაოდ ხეშად მოხვდა ყოფილი გულშემატკივრებისგან. და როდესაც ერთ პატარა ასე ვთქვათ კრიზისულ ეტაპზე შენ ასეთ კამპანიას აწარმოებს, სიძულვილის კამპანიას, სიზღვის კამპანიას. გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ კაცი არის, რომელიც საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, სპორტსმენზეც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია, რომელიც ლივერპულის კარს იცავს. და ვიღაცა სრულიად წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი წარუმატებლობით არიან გამწარებული, კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ მამარდაშვილის წინააღმდეგ. ხო ეს ხომ აჩვენებს ძალიანად მათ სახეს. ოდესღაც ვიღაცამ წარმოიდგინა, რომ გიორგი მამარდაშვილი ან რომელიმე ნებისმიერი ფეხბურთელი რაცა სამშობლოს გადარჩენის ბრძოლაშიც ისეთი მაგარი უნდა იყოს, როგორც ფეხბურთში. და შესაბამისად რაღაცნაირად მათზე გაიცა ის დივიდენდები, რომელსაც როგორც წესი ოპოზიცია და ოპოზიციური აქტივისტები არ უნდა გასცემდნენ სპორტსმენებზე. შეიძლება მას გასცემდეს მთავრობა, იმიტომ რომ მას აქვს რესურსები, აფინანსებს სპორტს, საზოგადოებაში ჩანერგილია თითქოს, რომ რაღაცა სპორტი და მთავრობას ერთმანეთი უნდა უყვარდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამიტომ როგორც წესი, ყველაზე კარგად სპორტული, თუ პოლიტიკურად თარგმნადი გახდა ან ესეთი რეჟიმი დავყარდა, სადაც პოლიტიკურად თარგმნით სპორტულ წარმატებას და სპორტსმენებს აუცილებლად ვაიძულებთ, რომ პოლიტიკური აზრები გამოთქვან, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაუჭირონ მხარი, როგორც წესი ამ თამაშში მოგებული არის ავტომატურად ხელისუფლება. მე როგორ ხდებოდა დაყოფა ფეხბურთელების გამარჯვების შემდეგაც, ხო? გამოაცხადეს, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი ძალიან პატივსაცემი იყო სახალხო ფეხბურთელი და შესაბამისად სხვები არ იყვნენ სახალხო ფეხბურთელები, ყავდათ საკუთარი ფავორიტები და სხვები იყვნენ არაფავორიტები. აი ეს არის სიმახინჯე, რასაც აჩვენებს მუდმივად ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მორდღიანი კამპანიის განმავლობაშიც მაგას ხედავთ, ხო? ბუდუ არ ეწყინება, ეხლა, მაგრამ არც ერლიკ ჰოლანდი არ არის, არც დიდია დროგბას კლასის არ არის. და არც აღარ ჩამოდი, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის რაღაც არ არის, მაგრამ რატო დაიმსახურა ესეთი განსაკუთრებული სიყვარული? რამდენი კადრი არსებობს შეცვლაზე რომ გამოვიდა და სტადიონი რომ დაინგრა? რატო მესი იყო და იმიტომ იმის გამო დაინგრა? არა, უბრალოდ განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურეს და რო გვიყვარს ესე ძალიან, იმიტომ უფრო მეტად ვწყის რაღაცები. გარაპოლიტიკურ აზრის ამოთქვა შეიძლება იმას აუკრძალოთ ჩემი პოზიციიდან, მაგრამ მე რო სპორტსმენი ვიყო, სულ მესის ვაკვირდებოდი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის პოზიციას დააფიქსირებდა თორა და არასოდეს არ აფიქსირებდა პოზიციას და მე ვხვდი, რომ მართალია, როცა მესი ხარ, არგენტინაში პოლიტიკური პოზიცია არ უნდა დააფიქსირო. ანუ შენი ეს რეპუტაცია სხვაგან უნდა გამოიყენო, აი რაღაცაში სხვა დროს სხვანაირად უნდა გამოიყენო, თორე ну ახლა იქ ვიღაცა პერონისტია თუ ვიღაცა მილეისტია თუ ვიღაცისტია ამის გამო, არ შეიძლება, მესი ყველას აერთიანებს. ანუ შენ რაღაცნაირად ნაკრები გამაერთიანებელი უნდა იყოს და ამ გამაერთიანებელში ზოგადად პოზიციის გამოხატვა, პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა, თუნდაც ისეთი ჩვენ რა სიტუაციაც გვაქვს პოლარიზაციის ხარისხის გაგვაჩნია, ჩემი აზრით რთულია ზოგადად და კარგს არ მოიტანს. შარია და მე მესმის მწვრთნელის, რომელიც იტყვის, რომ მოდი ჩვენ ფეხბურთს თამაშობთ. ან მოდი ჩვენ ფეხბურთს თამაშობთ. რატო აღარ იღებს ის ფეხბურთელები თუნდაც ხმას, ვინც მაშინ იღებდა, ხო? ხო, გასაგებია რეალურად რაც მოხდა. მივიდნენ და უთხრეს ამ ბიჭებს. ჩანსე ზეწოლა, ხო, რომ ზეწოლა, რომ აღარ ეპოსტათ ამ თემაზე. უთხრეს სავარაუდოდ ამ ბიჭებს, რომ აი განხეთქილება შემოგაქვთ, თქვენ რომ პოსტებს დებს, ხალხი თქვენ გაქებთ და მერე სხვებს ლანძღავთ და მოდი სხვა ბიჭებს უხერხულში ჩააყენებ და ხო ხტები როგორც იციან, როგორც ხდება ხოლმე ზეწოლა, ხო? ეხლა რომ მოდი არ გინდათ, შევთანხმდეთ, გუნდი ვიყოთ და არავინ პოლიტიკაზე ხმა არ ამოვიღოთ და ამაზე
გაითანხმეს, აღარც ქოჩორადებდა პოსტებს, აღარც ბუდუ იძლეოდა ინტერვიუებს და რა გააკეთეს? რამდენიმე დღეში 4 ფეხბურთელი კლიპში გადაიღო. აი ხა თორნიკემ რო ვიდეო ჩაწერა რაღაც რომელიც ახლა ახსენეთ, ეგ იყო პოლიტიკაში ჩარევა და ამათ რო ოცნების კლიპში ეგეთი რამე არ მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და საერთოდ არ მახსენდება არც სხვა ქვეყნებში. კლიპში, აი პარტიულ კლიპში 51 შემოხაზეთო რო ამბობდნენ, იქ რო ათამაშეს, ეგ არ იყო ჩარევა. აი ხა საქართველოს ნაკრების ის არის რა ქვია თამაშია, ყველა მიდის ნაციც, ქოციც, გირჩიც რაღაცა ვიღაცა სხვაც მიდის საქართველოს ნაკრების საგულშემატკივრად და შენ რატო ტენი რომ ვიღაცაზე აკტივისტზე რატო მაგულშემატკივრებინებ რომ რაღაც პოლიტიკური პარტიის რომელსაც მე ეს პოლიტიკური პარტია ქულად დაიწერს ამას რატომ აკეთებინებ? ანუ ეს შეცდომა არის ყველგან დაშვებული. ოპოზიციის მხრიდანაც არის ეს შეცდომა დაშვებული, როდესაც თქვა ვიღაც ტიპებმა თქვეს რომ არ ჩვენ რაღაცა ევროპის მომავალ საფრთხეთ ან მათი აზრით რაღაცა დაწერეს. ვა, ჩვენიანები ჩავიხუტოთ რაღაცა ეს ვქნათ და მე უკვე ხოცემაც იგივე ჟანრში საკუთარი უპირატესობა და რესურსი კარგად გამოიყენეს. ამხელა სიხარული მოგვანიჭეს ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, შარშან რითაც წელი ხალხი იყო, საზოგადოება იყო აღტაცებული და ასეთი სიხარული ბევრი ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. აპელირება იმაზე, რომ აი სპორტით ჩავანაცვლო ის პრობლემები, რაც ჩემ ქვეყანაშია, რომ ხალხი უსამართლოდ ზის, არ ვიცი ვის როდის გამოუშვებენ, არ ვიცი ხვალ რომ მე დამიჭირო რაღაც სისულელი მიზეზით, რა მომივა და ასე შემდეგ და ამ დროს ფეხბურთი. ზურამ რომ მამარდას ეს პოსტი რო არ დაეწერა, შეიძლება ყველას გაგვეტარებინა, მეც უკვე დიდი ხანია, იმიტომ სულ ფეხბურთზე პოსტავდი ხოლმე. აი ვიცი, როცა ნაკრების თამაში მოდიოდა, ნაკრების წინ, თამაშის მერე პოლიტიკას ვივიწყებდი და სულ ფეხბურთზე პოსტავდი, მაგრამ ბოლო დროს აღარ პოსტავ, იმიტომ რომ ვიცი რომ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა რომ აღარაფერი აღარ გვიხარია. არც ფეხბურთი, არც კონცერტი, ხალხს არაფერი აღარ უხარია და ამ მდგომარეობამდე ვინ მიიყვანა ქვეყანა. ზურას აბსოლუტურად დავეხმარებ, რომ ბულგარეთთან მატჩის მერე გიორგი მამარდაშვილს რო არ დაეწერა ის პოსტი, მე საერთოდ არ მახსოვდა გუშინ რომ თამაში იყო. ფეხბურთს უყურო, ის განწყობა უნდა ქონდეს და ეს განწყობა ჩაკლეს დუბინკებით, ჩაკლეს შემსადენი გაზით, ჩაკლეს სასამართლოით და ასე შემდეგ. დიდი ბოდიში მე პირადად არც აგრესია მაქვს, არც არაფერი, ეს წყენა მაქვს და ეს წყენაც გადავლილია უკვე სიმართლე. ან აქ ბევრი რაღაცა, ბევრი სხვადასხვა თემა ერთმანეთთან მოხარშული და ნუ საზოგადოება ეძებს რომ ვის გადაამსხვრიოს ეს თავისი ბოღმა, ბრაზი, იმედგაცრუება ყველაფერი ერთად და შენ რაღაცნაირად თან ვერავინ ვერ იტყვის რაღაცა საოცარი თამაში ქონდა ამ მიუხედავად წაგებული თამაშებისა შენზე ცუდის თქმა არ შეიძლება არც ეს არ ყოფილა მაინც და მაინც და აი ყველაფერმა ერთად და იფეთქა და კიდე გამოვიდა და პოსტი დაწერა. ხო პოსტი დაწერა დაასტიმულირა ეს რა ანუ ახლა მე ამის მიუხედავად დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი დღეები ეხება მამარდაშვილის საქართველოს ნაკრებს ზოგადად და ჩვენი დამოკიდებულება მნიშვნელობა არ აქვს მოგება თუ წაგება როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ყოველთვის უდგავართ ნაკრებს გვერდით, ხო, ჩვენი მხარდაჭერით და ჩვენი კომაგობით, ხო, ჩვენი სოლიდარობით. და მათი დამოკიდებულება გახსოვთ რა მოხდა, როდესაც პირველი მცდელობა ქონდა და მაკედონიასთან ვერ მოიგო ნაკრებმა, რა კამპანიას აწარმოებდნენ ისინი. გახსოვთ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, როდესაც ის რუბინიდან მოდიოდა ბოლო მატჩი იყო და სიმბოლურად კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანეს მატჩზე და რამხელა კამპანია იყო, კოორდინირებული კამპანია ქონდა მთელ ამ ლიბერალურ ფაშისტ, მთელ ამ რადიკალურ ოპოზიციას ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.